Macroni Ევროპას ბირთვული უსაფრთხოების ქოლგას თავაზობს. ტრამპ სურს ამერიკა კოსმოსშიც ლიდერობდეს. ამერიკაში ანტისემიტიზმში შემჩნეულ უნივერსიტეტებს დაფინანსება უჩერდება. ყარსის ხელშეკრულება. როგორ დაკარგა საქართველომ ისტორიული ტაოკლარჯეთი. ჩვენს ისტორიული მოვლენების რუბრიკაში მოგიყვებით სულ რამდენიმე წამში. მე ნუგზარ რუხაძე ვარ. გამარჯობა. საფრანგეთის პრეზიდენტის ამასწინანდელი სატელევიზიო გამოსვლა შეფასდა როგორც ისტორიული და რეზონანსული, რომელმაც ევროპაში გაბატონებული ზოგიერთი ტაბუ დაარღვია და მსოფლიო დონის დისკურსი გამოიწვია. მაინც რა თქვა ასეთი მაკრონმა? მისივე შეფასებით ეს უბრალო სატელევიზიო გამოსვლა კი არა, ქვეყნის პრეზიდენტის მიმართვა იყო ფრანგი ხალხის მიმართ. ასეთ მიმართვებში ისტორიულად ქვეყნის მმართველები მხოლოდ დიდ და განსაკუთრებულ გადაწყვეტილებებს ახმოვანებენ ხოლმე. მაკრონმა თავისი გამოსვლა უკრაინის ომსა და ევროპის უსაფრთხოებას მიუძღვნა. მწვავედ გააკრიტიკა რა რუსეთის რევიზიონისტული ზრახვები, მან ხაზი გაუსვა, რომ ევროპა რუსეთის მუქარის ქვეშ მანამ დარჩება, ვიდრე რუსეთი არ შეიცვლება. მაკრონმა ამერიკის ახალი საგარეო პოლიტიკას გააკრიტიკა, რომელიც მისი აზრით ძველი, უკვე დავიწყებული იმპერიალისტური პოლიტიკის აღორძინებას ნიშნავს, ანუ ძალა აღმარცხნავსო, როგორც იტყვიან. მაკრონი ასკვნის, რომ ევროპას ამერიკის იმედი აღარ უნდა ჰქონდეს და თავისი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დასაცავად დაუყოვნებელი შეიარაღება უნდა დაიწყოს. მან, როგორც ბირთვული ქვეყნის ლიდერმა, ევროპას უსაფრთხოების ბირთვული ქოლგა შესთავაზა, რამაც არაერთგვაროვანი გამოხმაურება ჰპოვა. რუსეთმა მაკრონი მსოფლიო ომის გაღვივებაში დაადანაშაულა. ევროპამ კი იდეა მოუწონა. გერმანიაში მაკრონის ბირთვულმა ინიციატივამ აღფრთოვანება გამოიწვია. ნაციზმის დამარცხების შემდეგ დოიჩლანდს მის მიმართ უნდობლობის გამო ბირთვული იარაღის ქონა აეკრძალა. მოგვიანებით კი ბირთვულ შეიარაღებას თავადაც ეწინააღმდეგებოდა. უფრო მეტიც, ცივი ომის დამთავრების შემდეგ გერმანია ისწრაფვდა ბირთვული იარაღისგან თავისუფალი ზონა გამხდარიყო. გერმანია მიესალმება რა მაკრონის იდეას, ფიქრობს საფრანგეთის დახმარებით თავადაც ბირთვული ქვეყანა გახდეს, რაც მართლა არსებული ტაბუს დარღვევად შეიძლება შეფასდეს. რას წარმოადგენს ისეც საფრანგეთის ბირთვული იარაღი და მაკრონის შეთავაზებული ბირთვული ქოლგა, რომ ასეთი აჟიოტაჟი გამოიწვია. საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ევროპის ორად-ორი ბირთვული ქვეყანაა. ოფიციალური მონაცემებით საფრანგეთს 290 ბირთვული ქობინი აქვს. დიდ ბრიტანეთს კი 225, რაც სრულიად საკმარისია მათი უსაფრთხოების დასაცავად. თუმცა ეს ბევრად ნაკლებია ამერიკასთან და რუსეთთან შედარებით. მათ თითოეულს 5000-ზე მეტი ქობინი აქვს. დიდი ბრიტანეთის ბირთვული იარაღი ამერიკული წარმოების ნაწილებითაა დაკომპლექტებული. საფრანგეთმა კი სხვისგან დამოუკიდებლად შექმნა თავისი ბირთვული პოტენცია. ინგლისის ბირთვულ სისტემაში მხოლოდ ატომური წყალქვეშა ნავების ბალისტიკური რაკეტები შედის. საფრანგეთს კი ბირთვული იარაღი ატომურ წყალქვეშა ნავებზეც აქვს განთავსებული და სტრატეგიული თვითმფრინავების ბორტებზეც. ეს კი დიდი ძალაა. შესაბამისად, საფრანგეთის ბირთვული ძალები ნატოსგან ავტონომიურად მოქმედებენ. მრავალ მიზეზთაგან ეს ერთ-ერთი იყო, რის გამოც გასული საუკუნის 60-იან წლებში საფრანგეთმა ალიანსი დატოვა. ბრიტანეთის ბირთვული ძალები კი ალიანსის სამხედრო სტრუქტურაშია ჩართული. ახლა მაკრონის ბირთვული ქოლგა ნიშნავს, რომ საფრანგეთმა თავისი ბირთვული იარაღი ევროპის სხვა ქვეყნებში უნდა განალაგოს, რაც ინგლისის გარეშე საფრანგეთს გაუჭირდება. ინგლისი კი ჯერჯერობით ყოყმანობს. საფრანგეთს შეუძლია ბირთვული იარაღის არსენალის გაზრდა, მაგრამ ამით ცივი ომის შემდეგ დადებული ბირთვულ განიარაღებაზე ხელშეკრულებებს დაარღვევს.
აქედანაც შეიძლება გამოსავალი სპაუნა, მაგრამ ეს უკვე მართლა დაშლის ცივი ომის შემდეგ ხელმოწერილ კონვენციებს განიარაღებაზე, რაც მსოფლიო დონის გამალებული შეიარაღების დაწყების ტოლფასია. პრაქტიკულად თუ ევროპა დიდ ფულს დახარჯავს, საფრანგეთის დახმარებით მართლა შეძლებს ბირთვული ქოლგის შექმნას, მაგრამ პოლიტიკურადაც და ზნეობრივადაც ევროპას არაერთი ტაბუს დარღვევა მოუწევს. ევროპა ახლა დიდ გზაგასაყარზე დგას. თავდაცვის თვალსაზრისით დარჩეს ისევ სუსტი და ამერიკაზე დამოკიდებული, თუ განახორციელოს წლების წინ გახმაურებული იდეა და შექმნას თავდაცვის ახალი საკუთარი სისტემა. ამერიკული კომპანიის Firefly Aerospace უპილოტო კოსმოსური ხომალდი სახელწოდებით Blue Ghost ლურჯი აჩრდილი მთვარის ზედაპირზე დაჯდა. ეს მეორე ასეთი მოდულია, რომელიც ამერიკელებმა მთვარეზე წარმატებით განათავსეს. ეს ახალი კოსმოსური მისია NASA-ს მონაწილეობით დაიგეგმა, რომლის დახმარებით ამერიკის კოსმოსური სააგენტო სამეცნიერო ცდებს ჩაატარებს და კოსმოსში სხვადასხვა დანიშნულების თანამგზავრს გაუშვებს, მათ შორის მთვარესა და მარსზე. მოვლენამ ტრამპის საარჩევნო დანაპირები გაახსენა მსოფლიოს, რომ ამერიკა მალე ტრიუმფალურად დაბრუნდება კოსმოსში. 21 საუკუნეში კოსმოსის კვლევის დარგში ცოტ-ცოტა ყველა ამერიკელ პრეზიდენტს მიუძღვის ღვაწლი, მაგრამ ტრამპის წვლილი სრულიად გამორჩეულია. სწორედ მის პირველ პრეზიდენტობაში დაიწყო კოსმოსური მისიების მასიური კომერციალიზაცია. ადრე ამერიკაში ამ სფეროს მხოლოდ NASA აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევის ეროვნული სამმართველო განაგებდა. ახლა კი ამ დარგში ბევრი კერძო ამერიკული კომპანია, მაგალითად Elon Musk-ის SpaceX, Jeff Bezos-ის Blue Origin და სხვა წარმატებით მოღვაწეობს. საინტერესოა, რომ კერძო კომპანიებმა ამ საქმეში NASA-ს აჯობეს. Musk-ის კომპანია SpaceX-მა თავისი კოსმოსური რაკეტა Falcon-ით ასტრონავტები უკვე რამდენჯერმე გაიყვანა კოსმოსში და საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მომარაგებაც კი შეძლო. როგორც Musk-მა განაცხადა, ასეთ წარმატებას ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს გატარებულმა რეფორმებამ მისცა ბიძგი. სწორედ მაშინ შეიქმნა ამერიკის კოსმოსური სამხედრო ძალები, როგორც ამერიკის შეიარაღებული ძალების სრულფასოვანი სახეობა. ხელახლა ჩამოყალიბდა ამერიკის კოსმოსური სარდლობა და ეროვნული კოსმოსური საბჭო. დამტკიცდა NASA-ს მთვარისა და მარსის საკვლევი პროგრამა, სახელწოდებით Artemis Program. გამარტივდა შესაბამისი რეგულაციები, რამაც ბიძგი მისცა ამ სფეროს კომერციალიზაციას. უნდა ითქვას, რომ კოსმოსში ამერიკის გააქტიურება ტრამპის უბრალო ახირება არ არის. პირველ რიგში ეს დროის კარნახია, რადგან ამ სფეროში ჩინეთი და ინდოეთი გააქტიურდა. ცივი ომის დროს კოსმოსში საბჭოთა კავშირი და ამერიკა ეჯიბრებოდა ერთმანეთს. ცივი ომის შემდეგ ორივე ქვეყანამ შეანელა დარგის განვითარება. ახლა როცა ახალი მონაწილეები გამოჩნდნენ, ამერიკაც აქტიურად ჩაერთო რბოლაში. კოსმოსის კომერციალიზაციის საქმეში ტრამპს სხვა რესპუბლიკელებმა და ამერიკელმა ბიზნესმენებმა, მათ შორის Elon Musk-მა, Jeff Bezos-მა და Jared Isaacman-მა დაუჭირეს მხარი, რომლებიც დარგის აქტიურ ლობირებას ეწევიან. Isaacman-ი ისეა გატაცებული, რომ თავად უკვე ორჯერ იყო კოსმოსში. ტრამპს ძალიან მოსწონს Isaacman-ი და იგი უკვე NASA-ს უფროსის თანამდებობაზე წარადგინა კიდეც. თუ სენატი Isaacman-ს დაამტკიცებს, ის პირველი კერძო პირი და ბიზნესმენი იქნება, რომელიც NASA-ს უხელმძღვანელებს. ტრამპსა და მის ადმინისტრაციას კოსმოსის სფეროში რადიკალური რეფორმების გატარება სურთ. სამეცნიერო ცენტრმა და საგარეო ურთიერთობათა საბჭომ დარგის განვითარების ტრამპისეული გეგმა წარმოადგინა, რომელშიც უამრავი რეფორმაა გაწერილი, მაგალითად, განიხილება ეროვნული უშიშროების საბჭოსა და მისი აპარატის რესტრუქტურიზაცია და ამ საბჭოში
კოსმოსური კვლევებისთვის პრიორიტეტის მინიჭების საკითხი. ამისთვის კი დიდი ფინანსური მხარდაჭერაა საჭირო. თანხების მოძიება ტრამპმა მთავრობის ეფექტური მართვის დეპარტამენტს დაავალა, რომელსაც მას კი უდგა სათავეში. შეგახსენებ, სწორედ ამ დეპარტამენტმა შეკვეცა არაერთი სახელმწიფო სტრუქტურა, მათ შორის USAID-ის პროგრამის დიდი ნაწილი. დონალდ ტრამპს გამოთავისუფლებული ფინანსების კოსმოსის განვითარებაში ჩადება სურს. მისი ასეთი გეგმებით შეშფოთებულია ევროკავშირი, რომლის კოსმოსური სააგენტო წინათ მჭიდროდ თანამშრომლობდა ამერიკასთან, რადგან ამერიკას მეტი გამოცდილება და სახსრები ჰქონდა. ახლა კი ტრამპის სურვილია მხოლოდ ამერიკა ლიდერობდეს კოსმოსში. დონალდ ტრამპმა ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება შეასრულა და კოლუმბიის უნივერსიტეტს 400 მილიონიანი გრანტი გაუუქმა. კოლუმბიისა და კიდევ რამდენიმე ცნობილი ამერიკული უნივერსიტეტი 2023 წელს ანტი-ისრაელურ სკანდალში გაეხვა. ღაზის ომის პირველივე დღეებში ზოგიერთ უნივერსიტეტში ანტი-ისრაელური საპროტესტო ტალღა აგორდა. კოლუმბიის უნივერსიტეტში პროპალესტინელმა მომიტინგეებმა უნივერსიტეტის კამპუსის ერთ-ერთი შენობა დაიკავეს. ეს რადიკალური ჯგუფი ასევე ებრაელ სტუდენტებს ავიწროვებდა. ასეთივე ექსცესებს ადგილი სხვა უნივერსიტეტებშიც ჰქონდათ, რის გამოც ბევრმა ებრაელმა ამერიკელმა ბიზნესმენმა მათ საქველმოქმედო დაფინანსება შეუწყვიტა. კოლუმბიისა და სხვა უნივერსიტეტების რექტორებს თანამდებობების დატოვება მოუწია. ამ არეულობების გამო თავისი საარჩევნო კამპანიის დროს ტრამპი დაიმუქრა, რომ ყველა იმ უნივერსიტეტს, სადაც ანტი-ისრაელური გამოსვლები იყო, დაფინანსებას შეუმცირებდა. განათლების მინისტრმა ქალბატონმა ლინდა მაკმაჰონმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე უკვე შექმნილია საგამოძიებო კომისია, რომელშიც იუსტიციის, ჯანდაცვის და განათლების დეპარტამენტები მონაწილეობს. კომისიამ უნდა გამოიძიოს, თუ როგორ მოხდა ამერიკის უმაღლეს სასწავლებლებში ასეთი არეულობა. მინისტრის თქმით, გამოძიება 60-მდე უმაღლეს სასწავლებელს ამოწმებს, სადაც ანტისემიტური გამოხტომები დაფიქსირდა. კოლუმბიის უნივერსიტეტს კი, როგორც ამ საპროტესტო ტალღის ლიდერს, მომენტალურად შეუწყვიტეს დაფინანსება. ამ სასწავლებელთა ხელმძღვანელობა შიშობს, რომ ტრამპმა ანტისემიტიზმში შემჩნეულ უნივერსიტეტებს შესაძლოა მთლიანად გადაუკეტოს ფინანსური წყარო. კოლუმბიის უნივერსიტეტი კერძო სასწავლებელია, მაგრამ როგორც მსოფლიოში განთქმულ უმაღლეს სასწავლებელს ბევრი სამეცნიერო ცენტრი და ლაბორატორია აქვს, რაც დაფინანსების გარეშე ვერ იარსებებს. როგორც მასმედია იუწყება, კოლუმბიის უნივერსიტეტი სხვადასხვა სახელმწიფო გრანტების სახით ყოველწლიურად $1.5 მილიარდ უყრის თავს. ტრამპს შეუძლია ეს თანხა მთლიანად შეუკვეცოს უნივერსიტეტს. კოლუმბიის უნივერსიტეტის ასპირანტის პროპალესტინური რადიკალური ჯგუფის ლიდერის მაჰმუდ ჰალილის დაპატიმრებაც ზუსტად იმაზე მეტყველებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციას პროპალესტინური რადიკალების ბუდის ბოლომდე ამოძირკვა სურს. სწორედ მათ ბრალდება საპროტესტო ტალღის ასეთი რადიკალიზაცია. მაჰმუდ ჰალილი ლუიზიანას შტატის საიმიგრაციო იზოლატორშია მოთავსებული. მას როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს ქვეყნიდან გაძევება ემუქრება. ჰალილის დაკავებამ ლიბერალებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში დიდი აღშფოთება გამოიწვია. მათ ამერიკელ სამართალდამცველთა მოქმედება უკანონოდ მიაჩნიათ, რადგან ჰალილს ეგრეთ წოდებული green card-ი, ანუ მუდმივი ბინადრობის ოფიციალური უფლება აქვს. ადამიანის უფლებათა დამცველებმა ნიუ-იორკის სასამართლოში ჰალილის დაკავების შესახებ სარჩელი შეიტანეს, რომელიც მოსამართლემ დააკმაყოფილა. მოსამართლის გადაწყვეტილებამ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის განრისხება გამოიწვია. ტრამპი დაიმუქრა, რომ ჰალილი არ იქნება ერთადერთი, ვისაც ქვეყნიდან გააძევებენ. მან ასევე დაადასტურა, რომ ყველა იმ უმაღლეს სასწავლებელს,
რომელმაც ანტისემიტური გამოსვლები დაუშვა, დაფინანსება შეუჩერდება. ლიბერალებმა დონალდ ტრამპი ვიქტორ ორბანს შეადარეს. მათი აზრით, ორბანმა ყველა დამოუკიდებელი და საღად მოაზროვნე უმაღლესი სასწავლებელი დახურა. ბევრი ლიბერალი შიშობს, თუ ასე გაგრძელდა, ტრამპმა შესაძლოა ყველა ლიბერალურად განწყობილ სასწავლებელს შეუჩეროს დაფინანსება. ყარსის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც თავის დროზე სომხეთ-თურქეთისა და საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრების დემარკაცია შედგა, დღესაც ხშირი განხილვის თემაა, რადგან ამ ცნობილმა დოკუმენტმა დიდი გავლენა იქონია საქართველოსა და სომხეთის მომავალზე. თუმცა ბევრმა არ იცის დაზუსტებით, თუ რატომ და რა პირობების დაცვით დაიდო ეს ხელშეკრულება. 2 საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ქართულ-თურქული და რუსულ-თურქული ურთიერთობები მჭიდრო კავშირში იყო ერთმანეთთან. ხშირად ორი დიდი იმპერიის სამხედრო დაპირისპირება განსაზღვრავდა ხოლმე საქართველოს ბედს. რუსულ-თურქული კონფლიქტების გამო ქართული ძირძველი მიწები ხან თურქეთის ხელში ხდებოდა და ხან რუსეთის. 1878-79 წლების რუსულ-თურქული ომის შედეგად რუსეთის იმპერიამ საქართველოს ბათუმი და ართვინ არტაანი დაუბრუნა. პირველმა მსოფლიო ომმა თითქმის ყველგან ქვეყნების საზღვრები შეცვალა. ბათუმსა და ართვინს ჯერ თურქები და მოგვიანებით ინგლისელები დაეუფლნენ. მალე საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარი თურქეთთან საკმაოდ სწრაფად აღდგა, თითქმის იმავე სახით, როგორიც პირველ მსოფლიო ომამდე იყო. ამასობაში თურქეთშიც და რუსეთშიც დიდი პოლიტიკური ძვრები მოხდა. რუსეთში ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის შედეგად ხელისუფლებაში კომუნისტები მოვიდნენ, რასაც მასშტაბური სამოქალაქო ომი მოჰყვა. ომში ანტიკომუნისტურ ძალებს ანტანტის წევრი ქვეყნები ინგლისი და საფრანგეთი უჭერდა მხარს. პირველი მსოფლიო ომის შედეგებმა ოსმალეთის იმპერიაც დაშალა. დასავლეთ თურქეთის ნაწილი სტამბულის ჩათვლით ანტანტამ დაიკავა. 1920 წელს სევრის ხელშეკრულება დაიდო, რომლის შედეგად თურქეთი უნდა დაქუცმაცებულიყო, რასაც მუსტაფა ქემალ ათათურქი და მისი მომხრეები ეწინააღმდეგებოდნენ. თურქეთის სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად სამხედრო კონფლიქტი გაჩაღდა. ათათურქის ძალები ანკარაში იყო გამაგრებული. ანტანტისა კი საბერძნეთის სამხედრო კონტინგენტთან ერთად სტამბულში. ანტანტასთან საბრძოლველად ათათურქს ფული და იარაღი სჭირდებოდა, ხო და თურქეთს დახმარების ხელი რუსეთმა გაუწოდა. მაშინ რუსეთსა და თურქეთს ევროპის სახით ერთი მტერი ჰყავდა. ორივე ქვეყნის მიზანი თავიანთი ყოფილი იმპერიების ტერიტორიების დაბრუნება იყო. სწორედ ასეთ სულისკვეთებას ეღრმნობოდა მათ შორის დადებული მეგობრობის ხელშეკრულება, რომელსაც მოსკოვში მოეწერა ხელი. მანამდე კი 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი დაიკავა. შედეგად დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელთა კრება და მთავრობა ბათუმში გადავიდა. მოსკოვის ხელშეკრულება 1921 წლის 16 მარტს, ანუ ერთი დღეღამით ადრე დაიდო, ვიდრე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა და სამხედრო ხელმძღვანელობა ქვეყანას დატოვებდა. მოსკოვის ხელშეკრულებით საქართველოს სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ტერიტორიებისა და საზღვრების ბედი გადაწყდა. ამ ხელშეკრულებამ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების გაყოფა დე-ფაქტო გააფორმა. ყარსის ხელშეკრულებამ კი ეს გაყოფა იურიდიულად გაამაგრა. 1921 წლის 23 სექტემბერს ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთის ქალაქ ყარსში თურქეთს, საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებები დაიწყო, რომელიც ყარსის მმართველის საგანგებოდ მომზადებულ რეზიდენციაში მიმდინარეობდა. მოლაპარაკების შედეგად უნდა შექმნილიყო მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც
პოლიტიკურ-ეკონომიკურ ურთიერთობებს დაარეგულირებდა და რაც თავარია, საბოლოოდ გადაწყვეტდა ურთულეს პრობლემას, ანუ სასაზღვრო ტერიტორიულ საკითხს. მოლაპარაკებებში თურქეთის მხრიდან მონაწილეობდა დიდი ეროვნული კრების თავმჯდომარე, აღმოსავლეთ ანატოლიის რკინიგზის უფროსი და აზერბაიჯანში თურქეთის სრულუფლებიანი წარმომადგენელი. საქართველოს სამხედრო-საზღვაო საქმეთა სახალხო კომისარი შალვა ელიავა, საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი ალექსანდრე სვანიძე და პავლე ინგოროყვა წარმოადგენდნენ. სომხეთისა და აზერბაიჯანის მხარეს ასეთივე მაღალ ჩინოსნებით იყო წარმოდგენილი. მოლაპარაკებებში სრულუფლებიან მხარეთ საბჭოთა რუსეთიც მონაწილეობდა, რომელსაც თურქეთში რუსეთის ელჩი და საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის კოლეგიის ერთ-ერთი წევრი წარმოადგენდნენ. 13 ოქტომბერს თურქეთისა და საქართველოს სომხეთ-აზერბაიჯანის დელეგაციებმა ხელი მოაწერეს მეგობრობის ხელშეკრულებას, რომელიც ისტორიაში ყარსის ხელშეკრულების სახელით შევიდა. დოკუმენტი 20 მუხლისგან შედგებოდა. აქედან 6 ხელმოწერის დღიდან შევიდა ძალაში, დანარჩენი კი რატიფიკაციის შემდეგ. ხელშეკრულების რატიფიკაცია 1922 წლის 11 სექტემბერს ერევანში მოხდა. ყარსის ხელშეკრულება ფაქტობრივად მოსკოვის ხელშეკრულების იდენტური დოკუმენტი იყო, რომლითაც საბოლოოდ დადგინდა ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთის საზღვარი. თურქეთ-საქართველოს საზღვარი აჭარის ერთ ნაწილზე გავიდა, რამაც აჭარის ბევრი სოფელი შუაზე გახლიჩა. ყარსის ხელშეკრულებით თურქეთის შემადგენლობაში დარჩა ტაო-კლარჯეთი. ბათუმის ოლქი კი თურქეთმა საქართველოს დაუთმო. ასევე გადაწყდა, რომ აჭარას ფართო ავტონომია უნდა მიეღო. აჭარის მოსახლეობას კი გარანტირებული უნდა ქონოდა კულტურული და რელიგიური უფლებები. ყარსის ხელშეკრულებით სომხებსაც მოუწია თურქეთისთვის დიდი ტერიტორიების დათმობა, კერძოდ თურქეთს არარატთან ერთად ყარსისა და არტანას ოლქები გადაეცა. ჯამში საბჭოთა რესპუბლიკებმა თურქეთს 24,000 კვადრატული კილომეტრი ფართობი დაუთმო. თურქეთმა კი აზერბაიჯანს ნახიჩევანის ოლქი გადასცა. მოგვიანებით გაძლიერებული საბჭოთა კავშირი საბაბს ეძებდა, რომ ყარსისა და მოსკოვის ხელშეკრულებების დენონსაცია მოეხტირა, მაგრამ ვერ პოულობდა. მეორე მსოფლიო ომის დროს თურქეთი ნეიტრალიტეტს კი ინარჩუნებდა, მაგრამ სინამდვილეში ჩუმჩუმად ნაცისტურ გერმანიას ეხმარებოდა. ამ მიზეზით 1945 წელს სტალინი ყარსის ხელშეკრულების დენონსაციასა და თურქეთისთვის გადაცემული ტერიტორიების დაბრუნებაზე ფიქრობდა. ამ თემაზე ცხარე დისკუსია მიდიოდა პოცდამის კონფერენციაზეც, მაგრამ როგორც საბჭოთა ისტორიკოსები წერენ, ამ საკითხის წამოწევით სტალინის გეგმაში ტერიტორიების დაბრუნება კი არა, მოლაპარაკებების დროს დასავლეთზე ზეწოლის მოხდენა იყო მთავარი. სტალინის ტაქტიკამ არ გაამართლა. უფრო მეტიც, ამ საკითხის წამოწევით თურქეთი დასავლეთს დაუახლოვდა. თურქეთის ირგვლივ ატეხილმა ჩოჩქოლმა გამოიწვია ის, რომ 1946 წელს პენტაგონმა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ბირთვული ომის გასაიდუმლოებული გეგმა გაასაჯაროვა. თურქეთი კი 1952 წელს ნატოში გაწევრიანდა. 1953 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ საბოლოოდ თქვა უარი ყარსის ხელშეკრულების გადახედვაზე. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთმა, საქართველომ და აზერბაიჯანმა ყარსის ხელშეკრულება აღიარა. სომხეთი ჯერ კიდევ ყოყმანობს. სწორედ ამის გამოა დღემდე დაძაბულობა თურქეთსა და სომხეთს შორის. რაც შეეხება ამ ხელშეკრულების დენონსაციას, ეს ფაქტობრივად შეუძლებელია. ჯერ ერთი ეს სამხრივად ვერ მოხერხდება და რომც მოხერხდეს, შეიძლება დიდ კონფლიქტში გადაიზარდოს, რაც არავის არ აძლევს ხელს. დღეს ასე დავასრულებ, მადლობა რომ ჩვენთან ხართ, მე ნუგზარ უხაძე ვარ და მომავალ შაბათს ისევ ამ დროს გეწვევით. ნახვამდის.